საღამო მშვიდობის ყველას, აბა როგორ ხართ? მოვედი ჩემო ძვირფასებო, მოვედი. ეს ჩვენი ჯვარი ეყეს აქ. აი ასე მეგობრებო. საღამო მშვიდობის ყველას, აბა როგორ ხართ ჩემო ძვირფასებო? აბა როგორ ჩაიერა დღემ თქვენთან? აი ეს სადღა დავდვა არ ვიცი, მაგრამ ნუ კარგი დავდებ სადმე მეგობრებო. აბა როგორ ჩაიერა დღე? აბა ვისთან როგორი დღე იყო? ჩემთან ძიმე დღე იყო მეგობრებო, თქვენთან როგორი დღე იყო? მოგესალმებით ყველა ჯგუფის წევრებო. თქვენ ხართ ჯგუფის წევრები. ჩვენ ვართ ყველა ერთად ჯგუფის წევრები. აბა როგორ ხართ? ხო სანთელი ცოტა შორს გვაქვს, მაგრამ არა უშავს. აც კაცი, ჩემთვის დღეს ჯოჯოხეთის დღე იყო მეგობრებო. აგერ მორიელმა იცის დღევანდელი ჩემი დღე. ძალიანაც კარგი, ვისაც კარგი დღე გქონდათ, ძალიანაც კარგი. ვისაც რთული დღე გქონდა, კიდე არა უშავს, იმიტომ რომ რაც არ გუკლავს, ის გვაძლიერებს. აი ასე. საღამო მშვიდობის ყველას. მშვიდობა მაქვს? მაქვს. რა ვიცი მორგანა, ვიცი? რა ვიცი? განათლება მაკლია თურმე. განათლება მაკლია მეგობრებო. ესე მითხრეს დღეს. გაუნათლებელი ვარ თურმე. ხო აი ესეთი დღე მქონდა დღეს. რაო? ხმა მაინც, რაო? პოზიტიურია. ხმა პოზიტიური მაქვს. მე ხო, კი. არა, ნამდვილად არა, უბრალოდ ესეთ რაღაცებს არ ვკადრულობ. ხო. ენას ამოაძრობს უფალი. ხო, იმიტომ რომ არავის არ შერჩება. კი, ჩემო მეგობრებო, ასეთი იყო დღეს ჩემი დღევანდელი დღე. შუა დღიდან მოყოლებული. ესეთი იყო კი. მაგრამ იმის არ იყოს ცოცხალი ვარ, ცოცხალი. ამ საღამოს ჩემმა ერთ-ერთმა მსმენელმა მომწერა პირადში. ლაივს ჩართავთ დღეს? მეგობრებო, უღმესი მადლობა ყველას. აი ამ ნდობისთვის. აი თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ჩემთვის როგორი დიდი სტიმულია ეს. კი ბატონო. კი ნამდვილად მორგანა. თან ვისთანაც მუშაობ ის მეტი სხვა უცხო კი არა. გაუნათლებელო და ხო და განათლებული მოძებნე შენ. მე უთხარი და მე მივდივარ თვის ბოლოს მეთქი. შენნაირი განათლებული მოძებნე მე უთხარი. ესე უთხარი მეგობრებო, დედას გექცებით. მოკლედ ჩემო, ხო, აი ესე პასუხი მე ყოველთვის მზად მაქვს ყველაფერზე, ასე რომ რადაც არ უნდა დამიჯდეს, გავეცი პასუხი. კი? კი, ასე უთხარი მეგობრებო. დედას გეფიცებით, კითხეთ აგერ მორიელმა იცის რაც უთხარი. ხა. განათლებული მოძებნე შენსავით მე უთხარი. შენნაირი განათლებული მოძებნე და მე მივდივარ მეთქი. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას, მოგიკითხათ დიდი სიყვარულით, უღრმესი მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. იმ სიტყვისთვის, რასაც აქ უტოვებთ ერთმანეთს. ეხლა რა გავაკეთოთ? დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და ცოტა რაღაც მოუხერხებლად მიდეს ტელეფონი მეგობრებო, მაპატიეთ, მაგრამ კი.
აი მეგობრებო, ამას ხო ხედავთ. ხედავთ ამას ხო? აი როგორი ცხვირაწეული, თაღაწეული, ასეთი ამაყი. აი ეს ვარ მე. აი ეს ვარ მე. რაც უნდათ, როგორც უნდათ, ვისაც უნდა, მეგობრებო, ვისაც ენა ებხანება, თავისთვის მოიბხანოს. ამიტომ იქ სადაც ესეთ რაღაცებს აკეთებენ, მე არ ვარ, მეგობრებო, იქ მე არ ვარ. ამიტომ რაც უნდათ, ეხლა თავში ქვაუხლია. იმიტომ რომ ისეც მოიყვანს, რომ საერთოდ ვერ გაძლებს, მე ხო ვიცი. და აი დარდი კიდევ, ჩემს მერე. ეხლა დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და დავიწყოთ ეხლა თქვენი ენერგიებით, ჩემი ძვირფასებო, თუ რა ხდება თქვენთან. თქვენი ამჟამინდელი ენერგიები მაინტერესებს ეხლა მე. თქვენი ამჟამინდელი ენერგიები რა ხდებოდა დღეს თქვენთან? პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული. მე უკვე მეგობრებო კი სათქმელი ვთქვი და უკვე დავამთავრე. ბევრ თქვენთაგანს პირში წყალი გაქვთ ჩაგუბებული. ესე იყოს ჯობია, იმიტომ რომ უფრო გამოჩნდება მგონი კარტები. ხო. ბევრი თქვენთაგანი მეგობრებო იკავებს კიდე თავს. უსიტყვოდ ქვასავით პირი დამუწული გაქვთ. და ჯერ კიდევ ახერხებთ პირის დამუწვას, მაგრამ დიდხანს ვერ გაკაჩავთ. დიდხანს ვერ გაკაჩავთ მეგობრებო, მე დღეს ავფეთქდი. თქვენი არ ვიცი. თქვენი ენერგიები დღეს ძალიან ემოციური ფონი გაქვთ. ძალიან მეგობრებო, აი ხო გეუბნებით, ნახეთ, როგორი ენერგიები გაქვთ დღეს. ხელფეხ შეკრულები, არ ვიცი რატო ხართ ესე? თითქოს ფიქრობთ, რომ გზა არ მაქვს, ვერაფერს ვერ ვაკეთებ, ჩემზე არაა დამოკიდებული. რატომ მეგობრებო? აი რატომ? ხო, არ ვიცი რატო ხართ ესე, მაგრამ კრიზისი გაქვთ. კრიზისი გაქვთ მეგობრებო. კიდევ თქვენი ენერგიები რა მოხდა დღეს? ბევრმა რაღაც გაიაზრა, ბევრმა რაღაც მიხვდა, ბევრმა გამოიღვიძა. ხო, ალბათ გამოდიხართ უკვე ამ სიტუაციიდან, კი. კი, ალბათ გამოდიხართ ამ სიტუაციიდან, მეგობრებო, უღრმესი მადლობა საჩუქრისთვის. გამოდიხართ ამ მიხვდით, რომ ლაბირინთში ხართ. მიხვდით, რომ უსამართლობის ლაბირინთში ხართ, მეგობრებო. აქ არის ტყუილებით მოხვედრილი, აქ არის ღალატით მოხვედრა, აქ არის ქურდობით, ხო, აი ტყუილებით. ტყუილებით, კიდევ თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები კიდევ დღეს. ეს შეიძლება შეეხებოდა დღევანდელი დღის მასშტაბით ურთიერთობას. სადღაც დაინახეთ შორს პერსპექტივა ამ ურთიერთობისთვის, მეგობრებო, არ ვიცი რატომ დაინახეთ, მაგრამ ბევრმა თქვენთაგანმა რაღაც დაინახეთ მომავალი. ადამიანი, რომელიც გაგირბოდათ. ადამიანი, რომელიც წასულია თქვენთან. ადამიანი, რომელიც გვირდებოდათ, რომ მხოლოდ შენ ხარ ის ერთადერთი, რომელსაც ვეძებდიო. და გაიქცა. სიყვარულს მპირდებოდა და სხვას ჩაეხუტაო. ეხა ზუსტად ასე არ მიიღოთ, მაგრამ ანუ დაახლოებით რა, მეგობრებო, ხო? გაიქცა, მეგობრებო, ახლა სად გაიქცა ვინ იცის, მაგრამ წასულია. ამ ურთიერთობის პერსპექტივას ხედავდით. ლაბირინთში ხართ, მაგრამ მაინც ხედავდით. ეხლა როგორ გითხრათ სხვანაირად არ ვიცი. ხო. როგორია ეს ყველაფერი მაინტერესებს. იცით როგორია მეგობრებო, გეტყვით ახლა. აი საკუთარი თავის პრაწივა რეჩივიე, ეწინა აღმდეგებით საკუთარ თავს. ყველანაირ ხერხს იყენებთ, რომ ამ ურთიერთობიდან წახვიდეთ. ყველანაირ ხერხს იყენებთ, რომ ამ ურთიერთობაზე არ გეფიქრებოდეთ. არ საერთოდ გონებაში არ გაივლოთ, მაგრამ ვერ ახერხებთ.
შეიძლება კიდევაც ეს თქვენ ხართ, რომ გაურბიხართ ამ ყველაფერს, მაგრამ მაინც არ გამოგდით. გინდათ გაიქცეთ, მაგრამ არ გამოგდით, მეგობრებო. არაფრით არ გამოგდით. არა, ძალიან გიჭირთ. ამ ლაბირინთიდან გამოსვლა ძალიან გიჭირთ. არა და დანაკარგებში ხართ, დეპრესიებში ხართ. აი მოზღვავებულ ძალიან ბევრ დარდებში ხართ. დამწუხრებულები ხართ, მაგრამ ხო. ბევრი თქვენთაგანი ფიქრობს, რომ ოდესღაც გახვალთ ამ გაუგებრობიდან. ხო, კი, მეგობრებო. გახვალთ. მოვა ამის დროც არ ინერვიულოთ. თავს ძალას ნუ დაატანთ ეხლა, როგორც არის, ისე არის, მეგობრებო, თქვენი სიტუაცია, იყვეს ესე. საკუთარ თავს ნუ შეეწინააღმდეგებით ამით, რომ გინდათ და არ გამოგდით. არა უშავს, მეგობრებო, უყურეთ რას ამბობს დასტა. დასტა ამბობს, რომ მეგობრებო, უბრალოდ თქვენ რა უნდა გააკეთოთ? მიიღეთ ეს სიმართლე, რაც გაქვთ. კი, ეს ადამიანი გარგიათ? არ გვარგია, ხო? თქვათ, ვიმსჯელოთ უბრალოდ, რომ არ გვარგია. მინდა მოვიშორო, მაგრამ ვერ ვიშორებ. მაგრამ მაინც ვეცდები, ვთქვათ. ნუ როგორც არის, როდესღაც. ხო, აი ასე, მეგობრებო. თავს ძალა არ დაატანოთ. ეს უარესია უფრო. მიუშვით ეს სიტუაცია მისნებაზე. როგორც არის, ისე არის, მეგობრებო. რას იზამთ? ერთხელაც მოვა მაგის დრო ზუსტად, რომ საერთოდ ერთ დღეს გაიღვიძებთ და აღარ იტარდებთ. რა კარტია მოვარდა? მეგობრებო. გაიღვიძებთ და აღარ იტარდებთ. გექნებათ სიმშვიდე. ის რომ მეგობრებო, აი რა გითხარით ახლა? არ შეეწინააღმდეგოთ საკუთარ თავს, მეგობრებო. იმ სიტუაციაში რაშიც ხართ, იყავით მშვიდად, გაწონასწორებულები, თუნდაც მიტოვებულები, არა უშავს. ბევრი თქვენთაგანი ასე თulis თავს, მიტოვებული, მაპატიეთ კიდე მიგდებული, მიმატოვა. ხო. არ იდარდოთ, მეგობრებო. მას უფრო მეტი სადარდებელი აქვს ეხლა, ხო? ვიდრე თქვენ, მე თუ მკითხავთ. არაფერზე არ იდარდოთ. აი, მე ნახეთ ახლა აგერ ხვალ რომ გათენდება, მეგობრებო. ხო. ზეგ რომ გათენდება და მასზე რო გათენდება კიდე. არა უშავს. არა, მეგობრებო, ცხოვრება არის მოულოდნელობებით სავსე. ამაზე არ ინერვიულოთ. მოულოდნელობები, გაუგებრობა. ხო. არა უშავს. თქვენი ენერგიები, იყავით მომხიბლელები, იყავით ლამაზები, იყავით აი ენერგია, აი ეცადეთ რომ იყვეთ მიაკა სერძეჩნი, აი თქვენი ადამიანობა, თქვენი გულს გაუფრთხილდით პირველი და თქვენი მომხიბლელობა შეინარჩუნეთ, მეგობრებო, აჩერავაწელნაის ჩარავაწელნი, გრაციოზნი, მიაკა სერძეჩნი, მეგობრებო, ხო იცით ახლა ეს რასაც ნიშნავთ? აი ეს არ დაკარგოთ. ეს არ დაკარგოთ. აბა რომელი გევხართ ამ ფოტოს. ესეთი ლამაზები ხართ, მეგობრებო, ყველა თავისებურად ლამაზები ხართ, ასე რომ თქვენი გული, თქვენი ადამიანობა, თქვენი მომხიბლელობა ყოველთვის უნდა შეინარჩუნოთ. გავს ხო მის მერიან. ძალიანაც კარგი, მეგობრებო, რა მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ძალიანაც კარგი. მოდი ვნახოთ აბა კიდე თქვენი ენერგიები რას გვეტყვის. აი, რას გვეტყვის, რისი თქმა უნდა კარგს. საჯარო გაშლა კი. მეგობრებო, დადგება ის დღე თქვენი გამოღვიძების. ეს არის испытывать сильное волнение, возбуждение, хорошее время. მეგობრებო, სულ ცოტაღა დარჩა. აი არ ვიცი რამდენი, მაგრამ სულ ცოტაღა დარჩა. ასე რომ ჩემო ძვირფასებო. არ დარჩეთ ამ დეპრესიებში. უთხარი უარით. უარი უთხარით ამ ყველაფერს, მეგობრებო. სტრესი და ატკაზი. უარი უთხარით ამ ყველაფერს. ეს არის თქვენი კარმა, ეს იყო თქვენი კარმა,
რომელიც უნდა დაგემუშავებინათ. კარმა იმას არ ნიშნავს, რომ ქვეყანა დაიქცა. არა, მეგობრებო. ჩვენც გავდივართ ჩვენებურ გაკვეთილს. ჩვენივე სასარგებლოდ, სხვისთვის კი არა. საკუთარი თავის ფასი, უპირველეს ყოვლისა. ხო. კარმა ეს თქვენი. რასაც ვერ გაიქცეოდით. ხო, იმიტომ გაქვთ გული დამძიმებული. არა უშავს მეგობრებო. ხო, ზურგში დანაჩაცემულები ხართ. ძალიან ნერვიულობთ, ვერ უშვებთ რაღაცებს, ვიღაცებს ვერ უშვებთ. ოჯახი. აი თქვენი მომავალი, რას გეტყვით კარტი. ნახეთ მეგობრებო. მეგობრებო. მეგობრებო, ნახეთ რას გეტყვით კარტი. ეს პირველი, რაც ამოვიდა ოჯახი. ეს არის ზრდა, ფესვები და ეს არის ასვაბაჟძენიე, განთავისუფლება და ეს არის გაშვება, თავისუფლება, წასვლა, გაშვება. ან თქვენ წახვალთ და ამოისუნთქებთ ამ ყველაფრიდან, ოდესღაც დამთავრდება ეს ყველაფერი და დაისვენებთ, განთავისუფლდებით ამ ყველაფრიდან. ან და კიდევ მეორეა მეგობრებო. ზოგადად ესეთი ურთიერთობიდან უნდა მართლა უნდა წახვიდეთ. დაანებოთ უნდა ასეთ რაღაცებს თავი. ახლა ბევრი მეტყვით რომ ნაღდათ არ ვარო, მესმის, მაგრამ თქვენი ქვეცნობიერი საუბრობს ამას. თქვენ აუცილებლად გეყოლებათ ოჯახი. აუცილებლად გექნებათ ოჯახის წევრებიდან დახმარება, ვისაც არ გქონდათ აქამდე, მეგობრებო. დანარჩენი რაც თქვენ გევალებათ. აი, საკუთარ თავზე ზრუნვა, ზრდა, ნაყოფიერება, ეძებოთ უნდა, აი, ისეთი რაღაცა უნდა ეძებოთ, მეგობრებო, რაც თქვენ მოგცემთ სულიერ სიმშვიდეს. ნახეთ რა წერია ქვემოთ. სულიერი სიმშვიდე, სულიერი ძალა, ეძებე, სულიერებაში ეძებე ძალა. საკუთარი თავის ზრდაში ეძებე ძალა. გადაერთე საკუთარ თავზე მეგობრებო. საკუთარ მომავალზე. саморазвитие, самососредоточение, поиск душевной силы. მეგობრებო. ყველაზე კარგი საშუალება. დედას გეფიცებით, ყველაზე კარგი საშუალება. აი, ყველანაირად უნდა ეცადოთ. რანაირი რთულიც არ უნდა იყოს. საკუთარი თავის არჩევა მეგობრებო. ნუ რა ვქნათ? ხა. რა ვქნათ? ასე რომ ყველაზე კარგი გამოსავალი არის ის, რომ აი ამ რთული ენერგიებიდან კეთილი ინებოთ, აბრძანდეთ, გაბრძანდეთ გარეთ, გაისეირნოთ სუფთა ჰაერზე, ხეს შეეხოთ ხელით, ბალახს შეეხოთ ხელით, აი თუნდაც ხო რა ვიცი მეგობრებო, ხო რა ვიცი. ზღვასთან, წყალთან ახლოს ან ჩაიარეთ, ან გაიარეთ, ან დაჯექით, ან რაღაცა ისეთი გააკეთეთ, ბუნებასთან ახლოს უნდა იყოთ მეგობრებო. ან იმოგზაურეთ, აგერ მორიელი მოგზაურობს მეგობრებო. მართალია ეს მისის სამსახურეობრივი დავალებაა, მაგრამ მაინც. მაინც მოგზაურობს. გიყვარს, მეც მიყვარს მოგზაურობა. შემიძლია ვიმგზავრო მატარებლით. ვაიმე როგორ მიყვარს მეგობრებო. აი მატარებლით შემიძლია აი უზომოდ მთელი რამდენიმე კვირა გადამბული ვიმგზავრო მეგობრებო. ძალიან ძალიან მიყვარს. აი იავნანასავით მაქვს მოკლედ მატარებელი. ავტობუსი იმდენად არ მიყვარს. მატარებელი, ლიჩნად მატარებელი. მოკლედ შემოძვირფასება. მოდით ახლა გადავიდეთ თქვენს პარტნიორზე. თქვენი ენერგიები ისედაც ვიცოდით, მაგრამ უბრალოდ მაინც. ახლა ნახოთ თქვენი პარტნიორის ენერგიები. ბაჟბატონი თუ ქალბატონი.
რასა იქმს? რასა იქმს? თქვენი პარტნიორი. რასა იქმს, მეგობრებო? გუშინდელი დამარხული ძაღლის არ იყოს თავის კარდა. რასა იქმს, მეგობრებო, პარტნიორი? საინტერესოა იქმს. მაგან ახლა ესე უნდა ქნას ამაღამდელო ღამეო ნუ გათენდები მალეო. ხვალ ბოლო დღე აქვს. ხო, მეგობრებო? ხვალ დიდი დღეა, დიდი, ირაკლიც არ იყოს. დღეს სათაური წავიკითხე როგორ ვიხალისეო. ხო, აბა რა, ანა მარია, მაგის არ იყოს ესეც ჩვენი სტიმულია, ესეც სათაურები, ესეთი სასაცილო სათაურებით ჩვენი სტიმულია. ეს არის ჩვენი მოიცადე მედიტაცია. მოდი ასე, ხო. აბა რა, რატომაც არა, მეგობრებო. თუ არ ვიხალისეთ რა ეს ცხოვრება. დედაც ვატირე, ვისაც ჩვენი არ ესმის, ვისაც ჩვენი გაგება არ უნდა. ხო. აი ზუსტად, მეგობრებო, ხო ხედავთ რა სიტყვა პასუხზე ვარ გადასული, რა კარტია მოვარდა თქვენი პარტნიორი. თქვენ ხო არ გონიათ თქვენზე კარგათაა ეს, თქვენსავითაა და თქვენს უარისად კიდე. ამ ადამიანს უნდა ამ ტკივილიდან განთავისუფლება. შეიძლება იმასაც ცდილობს, რომ მეგობრებო, აი უბრალოდ ეხა ნახეთ რა რითი დაიწყო პარტნიორმა. მისალმებაც არ მაცალავა, დუშახილის არ იყოს და უცებ ამომაყირა. აი ზუსტად ბაში აჩუქში როა, მეგობრებო. ესე იგი, მეგობრებო, სადგამი გამიფუჭდა. დღეს ძალიან დავაშავე, რომ არ ვიყიდეთ და აი ესე მინდა რომ გაჩვენოთ. ხო. ესე იგი რა ხდება, მეგობრებო? ეს ადამიანი ძალიან ცდილობს, რომ ამოგიგდოთ გონებიდან, მაგრამ არ შეუძლია. ძალიან უნდა გაგიშვას მისი ცხოვრებიდან, ან თქვენ წახვიდეთ მისი ცხოვრებიდან, მისი გონებიდან, მისი ფსიქოლოგიიდან, ყველაფრიდან, მაგრამ არ შეუძლია. ძალიან უნდა რომ გაგიშვას, მაგრამ არ გამოსდის. ძალიან უნდა, მაგრამ არ გამოსდეს. არც გამოუვა. ხო? არ გამოუვა, მეგობრებო. ეხა ისეთ ადამიანებს როგორ გაგიშვებთ? ხომ არ მეტყვით? ძალიანაც უნდა, მაგრამ არ გამოუვა, მეგობრებო. აი ისეთი თვალის მომჭრელები ხართ. ვის გიყვართ წითელი პომადა, მეგობრებო? წითელი პომადით ვინები ხართ? ვინ მიყურებთ? წითელი პომადიანები, წითელი პომადის მოყვარულები. დღესაა ფეთქა ტელეფონი. მეგობრებო, წითელი პომადა ჩემიაო. ხო, ბევრი არის. კი. ხო, აი ძალიან, აი ამ წითელი პომადით ზუსტად ეს ადამიანია რო გიждდება. აი რაღაცნაირი გამოხედვა გააქვთ, აი მიმზიდველი, თვითონ ამბობს. ძალიან ლამაზი ხართ მისთვის. ვის აპრეხილი ცხვირი გააქვთ. ვის მაღალი წარბები გაქვთ, ვის წვრილი თვალები გაქვთ, ესეთი მოხატული ტუჩები, ვის ვიწრო ნიკაპი. ხო. როგორ გახასიათებთ, ნახეთ, მეგობრებო. მებოდიში ესეთი ადამიანის დავიწყება ძალიან ძნელია. ხო, პროფილი გაქვთ არაჩვეულებრივი. რა მინდაო? ბები ამისის უნდა. ბები ამისის უნდა. რა ვიცი რა უნდა? მკითხავ, ახლა რა უნდა? ის დახასიათებაში არ ვიცი რა უნდა, რას გვეტყვის.
რა უნდა მეგობრებო და რა უნდა ძალიან ცუდათაა საკუთარ თავს ეწინააღმდეგება ეს ადამიანი აი ვერ დაგივიწყებთ ვერაფრით რამდენიც არ უნდა იცადოს ამ ადამიანმა ვერ ამოგიგდებთ უბრალოდ თქვენ არ ხართ ის ვისაც ესე ადვილად ივიწყებენ ჩვენ ბოდიში ზუსტადაც სადაც გავიარე ყველგან ესეთია ყველგან ესე რჩება ჩემი სუნიც რჩება მეგობრებო რა გავაკეთო ხო მე ჩემი მძაფრის სუნამოს სუნს ტოვებ ყველგან მეგობრებო რა გავაკეთო აი ზუსტად მძაფრის სუნამო ვერასდროს ვერ რომ გამოვა მისი ცხვირის ყნოსვის ხა აი ესე აი ნახეთ მეგობრებო რა კარტი ამოვარდა ხედავთ ეგოისტი ეს ადამიანი არის შეუპოვარი ძალიან მაღალი საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ეგოისტი ადამიანი ამაყი ეგოისტი უპიოტი შეუპოვარი მეგობრებო ამას მგონია მისი თავი არ ვიცი ხო რას გვეტყვის კიდევ მისი ენერგიები როგორია როგორია და ძალიან ცუდათაა ძალიანაც კარგი კიდე რაო რატო ატკაზიო მეგობრებო როგორ სიტუაციაშიც ჩაგაგდოთ თქვენ ის იმ სიტუაციაში არის ახლა თვითონ აძენიე ატჩაიანიე წერპენიე ნეუდაჩი აი უკვე სულიერად დაცემული ადამიანია ეს არის უკვე სულიერად დაცემული ადამიანი ხო კიდე ადამიანი რომელიც შორსაა ადამიანი რომელიც ძალიან ბევრი დაბრკოლების წინაშე დგას ახლა ძალიან ბევრი წინაღობები აქვს წინააღმდეგობები აქვს ამ ადამიანს თვალებში ჩახედვა სიმართლის თვალებში ჩახედვა ეს ადამიანი არასდროს არ უსმენს გულს ეს ადამიანი გულს არასდროს არ უსმენს ნახეთ ქვემოდან რა კარტია ამ ადამიანს იმხელა დიდი გრძნობა აქვს თქვენს მიმართ მეგობრებო გედასგეფიცებით ძალიან ბევრი შემთხვევაში ასეა 70% შემთხვევაში ამ ადამიანს უყარხართ მეგობრებო ხო და უსმინოს მეზობლებს თუ არ გია მეზობლების მოსმენა მეგობრებო ამ ადამიანს ძალიან დიდი სიყვარული აქვს ამ ადამიანმა ის მაინც იცის სიმართლე კარგად იცის რომ თქვენ ამ ადამიანს ძალიან უყარხართ ეს არის ყველაზე დიდი სიმართლე რასაც საუბრობს ეს იცის ხო ძალიან სიღრმისეული სიყვარული აქვს ამბობს რომ თქვენ ხართ მისი სულმეითი რადნიე დუში ძალიან სიღრმისეული გრძნობები აქვს სიყვარული აქვს ხო მეგობრებო ამ ადამიანს უნდა რომ ბოდიში მოგიხადოთ ოღონდ მართლა არ გეგონოთ რომ ღადაობს არა არ ღადაობს ამ ადამიანს უნდა რომ ბოდიში მოგიხადოთ იმ ტკივილისთვის რაც თქვენ მოგაყენათ იცი რატომ თვითონ არის ახლა ამ ტკივილებში და იმიტომ აი მე არ ვიცი ჩემო კარგო ეს ადამიანი აუცილებლად მოგიხდით ბოდიშს. ეხლა რა დოზით მოგიხდით ბოდიშს მე არ ვიცი, მაგრამ ამ ადამიანს უნდა რომ ბოდიში მოგიხადოთ. დაბრუნება უყურეთ პრაშენიე, ვაზურაშენიე, საჟალენიე. ამ ადამიანს უნდა რომ ბოდიში მოგიხადოთ.
ამ ადამიანს უნდა რომ აპატიოთ, დაბრუნება უნდა და ძალიან ნანობს თავის აქციელს. მე არ ვიცი, რამდენს გჯერათ, მეც არ მჯერავს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ უნდა. ხა, მეც არ მჯერავს, იმიტომ რომ სასწაულ რაღაცებს აკეთებდა მეგობრებო. ხო. მეც არ მჯერა, მაგრამ თვითონ ამბობს, რომ უნდა ბოდიშის მოხდა. ხო, კიდევ რა უნდა? რა უნდა კიდევ? მისი ენერგიები. ეს კარტი არის კიდევ მისი გულის საიდუმლოებები მეგობრებო. მოდი ვკითხოთ კიდევ რა უნდა? რა უნდა თქვენს პარტნიორს? თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს კიდევ რა უნდა? მეგობრებო რა უნდა? მეგობრებო რა უნდა? თქვენ შორის ის ნაპერწკალი მოხდა. ნაპერწკალი მომხდარია თქვენ შორის. ხო, ასე რომ всё. ამბობს თვითონ. რა უნდა? ძალიან დიდი სურვილი აქვს. აი ავადმყოფობაშიც კი გადადის, იმხელა დიდი სურვილი აქვს, რომ თქვენთან დაბრუნდეს, მეგობრებო. ამ ადამიანს ძალიან ბევრი საიდუმლო აქვს. ისკრა ლეჩენიო. დაიღალი მაგის საწოდაობით. საკუთარი თავი რო შეგეცოდოთ არა, მეგობრებო? მოდი უნდა ვკითხოთ, რას გიმალავს? რას გიმალავთ? ეს ადამიანი რას გიმალავთ? გაუგებრობა, სეკრეტი, ტაინი, სკრივაიოშია, შტოლიბა, რაღაცას გიმალავთ. რამდენ სტირის, ხო? რას გიმალავთ? გიმალა იმას, რომ მიტოვებულია. ესე თვლის თვითონ თავს, რომ მიტოვებული ვარო. რას გიმალავთ? მიტოვებული ვარ ამ ლაბირინთშია. ჩემს ლაბირინთში ვარო. ძალიან დიდი ტკივილი აქვს, ამას გიმალავთ. კიდევ რას გიმალავთ? კიდევ მეორეჯერ ამბობს, რომ განთავისუფლება უნდა, ამ ცოდვების გამოსყიდვა უნდა და გაწმენდა უნდა. აი განთავისუფლება უნდა ამ ყველაფრიდან. ამ ტკივილებიდან განთავისუფლება უნდა. ამ ადამიანს უნდა რომ თავისი დანაშაული გამოისყიდოს. ეს აწერია ამას. იმდენად უკვე ტკივილებმა მეგობრებო, ტკივილები ანადგურებს. ხო? აი უნდა რომ აი ეს ცოდვები მოინანიოს და გამოისყიდოს. კიდევ რა უნდა? ამას არ გამოვაჩენ ამ კარტს. ეს არის ცოტა ისეთი ღია სურათი, ეს ერთი სურათი არის ამ დასტაში, რომელიც არის ძალიან ღია. წარმოგიდგენთ ეს ადამიანი თავისთვის. ქალბატონებო, ეს ადამიანი წარმოგიდგენთ აი ესეთ თავისუფალს, რო იტყვიან აი დედიშობილას. არ გამოვაჩენ. აი ესეც წარმოგიდგენთ მეგობრებო, ამიტომ ნაპატიეთ ამისთვის. ხო. კიდევ რაო? ხო, აი კიდევ იგივე დაადასტურა. კი. და ამ ყველაფერს არავის არ ეუბნება, უბრალოდ თავისთვის. ამ ადამიანსაც პირში აქვს წყალი ჩაგუგებული. ძალიან უნდა თქვენთან, ძალიან წარმოგიდგენთ. წარმოსახვაში წარმოგიდგენთ. და მოკლედ ამბობს, რომ ძალიან მიცადეთ როგორაა, მეგობრებო. ხასიათის შეუთავსებლობა გაქვთ. თითქოს განსხვავებულებიც ხართ, მეგობრებო. რაღაც სხვაობა გაქვთ. ცა და დედამიწასავით განსხვავდებით ერთმანეთიდან, მეგობრებო. აი ნახეთ. სხვაობა გაქვთ რაღაცა, მეგობრებო.
ხო. ცა და დედამიწასავით განსხვავდებით. კიდევ. მოკლედ რას ამბობს? კარმული გაკვეთილი. ეს ადამიანი ამბობს, თქვენ ხო კარმას გადიხართ, თქვენი კარმა სხვა და ეს ამბობს, რომ წარსული ცხოვრებიდან გაურება, დეჟევიუ, გაურება, ხო, მე მგონი ასე არის. ხო, წარსული ცხოვრებიდან რაღაც მეორდება მის ცხოვრებაში და კარმულ გაკვეთილებს გადის, მეგობრებო. კარმულ გაკვეთილებს გადის ეს ადამიანი. მეგობრებო, ნახეთ რას ამბობს უბრალოდ. ნახეთ ქვემოდან როგორი კარტია. აქ არის მაგია. მაგია, მეგობრებო. მაგრამ ამ ადამიანს იმედი აქვს, რომ ეს ყველაფერი დაბრუნდება. ნახეთ რა ხდება, მეგობრებო, ახლა. ეს ადამიანი ძალიან გულგატეხილია თქვენით. ანუ თქვენთან რო არ არის ახლა. თქვენთან არ არის, იმიტომ რომ ნახეთ მაგია. ნახეთ, მეგობრებო. პირველი კარტი, მეორე კარტი, მესამე კარტი, მეოთხე და მეხუთე. მეგობრებო, მისი სიტყვები რას ამბობს? სადაც არ უნდა იყვეთ. როგორადაც არ უნდა იყოს. რაც არ უნდა მოხდარიყო და მოხდა ის, რაც მოხდა, რომ არის ის. ეს არის მაგია, მაგიური ჩარევები და წასვლა. შეიძლება ისეთი რაღაცა გაქვთ გაკეთებული, მეგობრებო, ურთიერთობაში, რომ იძულებული გახდით და თქვენ წადით. თქვენ ხართ წასულები ამ ურთიერთობიდან. შეიძლება ამ ადამიანმა იმ ზომამდე მიგიყვანათ, რომ თქვენ გეთქვათ უარი მასზე. ხო. ბევრთან შეიძლება ესეც იყოს, მაგრამ თქვენ წახვედით, მეგობრებო, იმედით. რა თქმა უნდა. თუმცა მეგობრებო, ამ ადამიანს მაინც იმედი აქვს, რომ იმედი აქვს, მეგობრებო. რაღაც მტკიცებულება აქვს ამ ადამიანს, მეგობრებო, იცით? მტკიცებულება იმას თუ შეეხება, რომ მან უკვე იცის, რომ მაგია თქვენს ურთიერთობაზე და ეს უკვე იცის მან, ესეც ერთ-ერთი მტკიცებულებაა იმის დასაბრუნებლად, მაგალითად, რომ იმედი ჩაისახოს ადამიანმა ურთიერთობის. კი, ამბობს კი. ძალიან უყვარხართ. მე რა ვქნა, თვითონ ამბობს, მეგობრებო. ხო, იცის, კი, იცის. იცის, აგერ ამბობს, რომ დაკაზაწელს თვა, იცის, რომ მაგია, მეგობრებო. იცის, არ გეგონოთ, რომ არ იცოდეს. იცის, რომ თქვენი ურთიერთობიდან რომელიღაცის წასვლა არის მაგიური ჩარევით. თუნდაც თვითონ წავიდა თქვენი ურთიერთობიდან. აღიარებს თუ არა, თუ აღიარებს. თუ აღიარებს. გაქცევა. ხელფეხშეკრული, კი, მეგობრებო, აი ნახეთ, ხელფეხშეკრულია. აღიარებაზე რა გითხრათ, მაგრამ ხელფეხშეკრული არის ახლა ეს ადამიანი ამ წუთას, ამ მომენტში. ხო. გაურკვევლობაში გაქცეული, შეიძლება სიგნალეშიც იყოს ახლა, არავინ არ იცოდეს სად არის, ესეც შეიძლება იყოს. ხო. და კი აქვს, მეგობრებო, გააზრებული. ამ ადამიანმა იცის, რაც მოხდა. თქმით არ იტყვის, მაგრამ გააზრებული აქვს უკვე, რომ რაც მოხდა, რატომ მოხდა და მისი ბრალია. ეს ძალიან კარგად იცის. ძალიან კარგად იცის. პრაზრენიე, პანიმანიე, პრაბუჟძენიე. რა თქმა უნდა. მის მერიე, რა თქმა უნდა. ასე რომ, ჩემო ძვირფასებო, ამ ადამიანმა უკვე გაიაზრა ის, რომ გაკეთებული აქვს
ურთიერთობას რაღაც. კი. ტოქსიკური ურთიერთობა, ბრძოლა. ბრძოლა გადარჩენისთვის. ეს ადამიანი მე გეტყვით ერთს. ეს ადამიანი მეგობრებო სოციალებში გსტამკავთ რო იტყვიან. სხვადასხვა მეთოდით. სხვა აკაუნტით, სხვა სახელით, სხვა ფოტოთი. მამაკაცებო, თქვენი ქალბატონი შეიძლება მამაკაცის ფოტოთი ყავხართ დამეგობრებული. ქალბატონებო, თქვენს პარტნიორ შეიძლება ქალბატონის ფოტოთი ყავხართ დამეგობრებული. ხო. აი ასე. სხვადასხვა მეთოდებით მეგობრებო გებულობს თქვენს ამბებს. დაბრუნება უნდა ამ ადამიანს. ამ ადამიანს დაბრუნება უნდა. ამ ადამიანს მეორე შანსი უნდა. და ისე ამბობს, რომ უნდა რომ ურთიერთობაში ცვლილებები შეიტანოს. ამ ადამიანს უნდა დაბრუნება, ჩემო მეგობრებო. ამ ურთიერთობაზე მუშაობა უნდა, გამოსწორება უნდა, ცვლილებები უნდა. შესაძლებლობები. კი, უნდა, ამდვილად უნდა. ასე რომ არ ვიცი მეგობრებო, თვითონ ამას ამბობს და დანარჩენი თქვენ უფრო დაინახავთ. ესეთ იყო თქვენი პარტნიორის ენერგიები, მართალია ცოტა მძიმე, მაგრამ ქვემოდან ნახეთ რა კარტია, ეს ადამიანი წავიდა თვითონ შეწყვიტა ურთიერთობა, თვითონ დაასრულა ურთიერთობა, ესე გუდანაბადით გაუყვა გზას. ამას კი ეგონა ზღაპრის ბოლო კეთილია ჭირი იქა, ხინი აქა, კატო იქა, ქვილი აქაო, მაგრამ არ დარჩა ქვილი მასთან მეგობრებო. ხო. ესე არ მთავრდება არაფერი. ესე არაფერი არ მთავრდება. ჩვენ ბოდიში მასთან. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, თუ კი ემთხვევა თქვენი პარტნიორის ენერგიებს და ნამდვილად იცით რაღაც დოზით, რომ ეს თქვენი პარტნიორი იყო, გავაგრძელოთ მოსმენა კაროს დასტის მეგობრებო. მე კიდევ მოგიკითხავთ ყველას დიდი სიყვარულით, მოგესალმებით მეგობრებო, ჩემო ძვირფასებო, მოგესალმებით ყველას და მინდა იყოთ ბედნიერები, ყველას ბედნიერებას გისურვებთ ჩემო ძვირფასებო. ცოტა თვალი ამეწვა ერთი წამით. ყველას გისურვებთ დიდ ულევ ბედნიერებას, უპირობო სიყვარულს ჩემო მეგობრებო, გისურვებთ ამ ყველაფერს. ეხლა დავიწყოთ. ხო, რაიმე ამას რაღაც მინდა დავადო. რომ არა მომიყირავთ ეს. რა შეიძლება რომ დავადო. მეგობრებო, ერთი წუთით. აი ესე. აბა ნახოთ მეგობრებო ეხლა. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ ამ ადამიანს უნდა აყვავება სიმდიდრე ოჯახში. დასხედით, მოეწყვეთ, განეწყვეთ და მე ეხლა ცოტა სხვანაირი ფორმატით გავაკეთებ დღეს მეგობრებო საჯარო ლაივს. აქაც ამოვიკითხავ ახლა თქვენს ენერგიებს, როგორც პირად გაშლაზე ვაკეთებ. ისე ამოვიკითხავ ეხლა თქვენს ენერგიებს აქაც მეგობრებო. მოდით ეხლა ცოტა სხვანაირად წავიყვანოთ ლაივი დღეს.
ხო. ცოტა სხვანაირად წავიყვანოთ ლაივი დღეს მეგობრებო. ნახოთ ახლა თქვენი და თქვენი პარტნიორი მეგობრებო, ჩაიფიქრეთ სახელი, თქვენი და მისი სახელები წარმოსთქვით თქვენთვის და ნახოთ ახლა თქვენთვისვე წარმოთქვით სახელი და ასაკი. თქვენი სახელი და ასაკი, თქვენი პარტნიორის სახელი და ასაკი, როგორც პირადში ხდება. თითქოს პირადში ვართ ახლა მეგობრებო. დავიწყებ ახლა ჩემო ძვირფასებო, თქვენი პარტნიორი და თქვენ. ახლა მოვძებნოთ, რომელი სათხართ, რა ენერგიებში ხართ. აჰა, აი თქვენ, ქალბატონებო, აგერ თქვენი, ახლა თქვენი პარტნიორი ამოვიღოთ. ეხლა ვიგავარკვევთ. სად იხედება ვაჟბატონიო? თუ ქალბატონიო, სად იხედებაო მეგობრებო? სად იხედებაო, რას გიმალავთო მეგობრებო? ოხ, რამდენი სურვილები და ოცნებები აქვს. ნუ მეტყვით, ნუ მკითხავთ. აგერ, აჰა, თქვენი პარტნიორი, ჩემო ძვირფასებო. კითხვაზე პასუხი არ აქვს, მაგრამ არა უშავს, მეგობრებო, დაწერონ, არ მიაქციოთ ყურადღება. მიხვდებიან, რომ თავისითვე მიხვდებიან, მეგობრებო. ეხლა, თქვენი პარტნიორი, ქალბატონებო, ნახეთ რა სიტუაციაში იმყოფება. ხო, პასუხისმგებლობაშია იქ, სადაც არის. ეს ადამიანი სადაც იმყოფება, იქ პასუხისმგებლობაშია. ეს არის ის, რომ შეიძლება იყოს მამა, შეიძლება იყოს ბაბუა, შეიძლება იყოს შვილი, რა თქმა უნდა, იქნება და ამ ადამიანს შეიძლება ყავდეს პირდაპირ მნიშვნელობით ცოლი და იყოს ოჯახში და ყავდეს, გქონდეს პასუხისმგებლობა. ეს ადამიანი შეიძლება ცხოვრობდეს დედასთან და გქონდეს პასუხისმგებლობა დედის. შეიძლება გქონდეს პასუხისმგებლობა მშობლების და შვილების, მეგობრებო. უბრალოდ რასაც ხედავ, იმას ვამბობ აქ. კი, სტაბილურად არის იქ, სადაც არის. ნახეთ ახლა პასუხისმგებლობა, სტაბილურობა, მაგრამ აი მისი სულიერი მდგომარეობა. მეგობრებო, მისი სულიერი მდგომარეობა. დეგრადირებული, მოიტყვიან, განადგურებული. დაკლული მისივე დანით. დაკლული მეგობრებო. ხო, აი ესეთ ენერგიებშია თქვენი პარტნიორი. სტაბილურად, ცუდად. ექიმს რო შეეკითხებით, როგორაა? ექიმო, როგორაა პაციენტი? სტაბილურად, ცუდად. ხო, პასუხი სტაბილურად, ცუდად მეგობრებო. მაგრამ თქვენ მის ამ ცუდად ყოფნას ვერ ხედავთ. სტაბილურად მძიმე, კი ბატონო, მაპატიეთ. ხო, ამდენად. მაგრამ თქვენ ამ ყველაფერს არ გაჩვენებთ, რომ ეს ადამიანი ძალიან ცუდადაა, ასე როა ამას არ გაჩვენებთ. ეს გარეგნულად, ეს შინაგანად. საცოდავი ამის დღე. გარეგნულად არის აი ეს. აი ესაა გარეგნულად. პოსტი უჭირავს, პოსტი. მაგრამ საწყალი. ხა, ესაა თვითონ. ეხლა თქვენ მეგობრებო. ხო, თქვენ მეგობრებო, როგორ გითხრათ ეხლა? თქვენ ხართ ძალიან პასუხისმგებლობაში. გამოხვედით აქ კი ხატი ეხლა მამაკაცი, მაგრამ აქ ეს ეხლა თქვენ ხართ, თქვენი ენერგიებია. და კიდევ გეტყვით, ეს ადამიანი თქვენს ენერგიებშიც ამოვიდა. ორეთ ახლა რას გეტყვით მეგობრებო? ჯერ ერთი თქვენ ასე თუ იყავით, ეხლა აღარ ხართ, აქედან გასულები ხართ,
გადაუხვიეთ თქვენ ამ სიტუაციიდან, გამოდიხართ და ახალი ცხოვრება გაქვთ დაწყებული თქვენთვის. ეს არის ქურუმი ადამიანი, მეგობრებო. ქურუმი ადამიანი, იცით რას ნიშნავს ეს თქვენ ხართ. სულიერად მაღალ ვიბრაციებში მყოფი ადამიანები ხართ თქვენ. ხო, ჩემ ზუსტად და ამიტომ ძალიან განსხვავდება თქვენ და თქვენი პარტნიორი, რასაც მასზე ვერ ვიტყვი ის ხართ თქვენ, სულიერებასთან ახლოს. ამიტომ თქვენ უკვე გამოსული ხართ მაგ სიტუაციიდან, ეხლა რაშიც იმყოფება თვითონ. ხო. და მეორე ეს ადამიანი, მეგობრებო, ეს ადამიანი თქვენ მოიტოვეთ უკან უკვე. მოდი ასე ვიტყვი. თქვენს ენერგიებშიც არის თუმცა ამოსული, თავისთავად ახლა ენერგეტიკულად სხვანაირად ვერც იფიქრებს ადამიანი, მაგრამ თქვენ მაინც ძალიან კარგად ხართ. ხო, ამიტომ თქვენ ხართ ქურუმი ადამიანები, ადამიანი თავშეკავებული, ადამიანი ანალიტიკური ჭკუის მქონე, ისიც არის ესეთი, მაგრამ თქვენ უბრალოდ ქურუმი თქვენ აგერ ერთად ამოხვედით, ასე რომ მეგობრებო, არ შეადაროთ თავი. ძალიან ცუდათაა თქვენი პარტნიორი. ეხლა მე ამ კარტებს ასე დავალაგებ აქ. ორივეს, აი ასე. აგერ თქვენ, აგერ თქვენი პარტნიორი. აგერ თქვენ, აგერ თქვენი პარტნიორი. უყურეთ ახლა ასე გაბრაზებული, თუმცა შეხედეთ ახლა როგორ ხართ. ამ ადამიანს ზურგი აქვს თქვენზე შექცეული, მეგობრებო. ეხლა ესე რა ყოფილიყო? ვიტყოდი რომ თქვენსკენ იხედება, მაგრამ ესე ხართ. გაბრაზებულები, ხო. გაბრაზებულები, მეგობრებო. აიო, ჩვენ მართალი ვართო და ეს გუშველისო. რა თქმა უნდა. ერთი წუთით მეგობრებო. აბა ეხლა ვკითხოთ თქვენს პარტნიორს. ეხლა მინდა თქვენს პარტნიორს ვკითხო მეგობრებო. ეხლა ცოტა ხანი ესე გადაგაჩოჩებთ ერთი წამით. რა ხდება მის ცხოვრებაში? თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში რა ხდება მეგობრებო? რა ხდება თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში? სამკუთხედები. სამკუთხედები ვიცით, რაც არის, ვინც არის. ვიცით, რაც არის და ვინც არის. კიდევ რა ხდება მის ცხოვრებაში? იმდენი რაღაც ხდება, რაც თქვენ არ იცით. ბევრი რამე არ იცით. ეს ფარულია, დაფარული კარტია. ეს არის ჩემთვის ფარულობის ფოტო. და ეს ადამიანი რაღაცებს გიმალავთ. კიდევ რა ხდება მის ცხოვრებაში? სულელის არკანი, განოლება, რისი განოლება? მეგობრებო, ამ ადამიანმა ოფიციალური გადაწყვეტილება მიიღო. ოფიციალურად რაღაც გადაწყვიტა, რაღაც დაწერა. სასიხარულო, ნაძალადები, მაგრამ სასიხარულო. რა ხდებოდა ამ წერილში? რა წერილზე საუბრობს? კვერთხების პაჟი. ამ ადამიანს აქვს გადაწყვეტილი ოფიციალურად რაღაც შეტყობინება მოგწეროთ. წერილობითი შეტყობინება მეგობრებო, სასწაულები. კიდევ რაო, რაღაც გადაწყვეტილება რაო. ხო, იხედება მეგობრებო სადღაც ეს ადამიანი. სად იხედება არ ვიცი, მაგრამ ქვემოდან ნახეთ როგორი ფოტო აქვს. ეს სიყვარულება და სადღაც იხედება. ტრანსფორმაცია. მეგობრებო, ტრანსფორმაცია. არ ვიცი ხა ამ ტრანსფორმაციის კარტი, ეს კარტი ამოვიღო აქ, არ ამოვიღო, ამოვიღებ. ეს ადამიანი იმყოფება ტრანსფორმაციაში. ტრანსფორმაცია ვიცით ძალიან რთულია. ძალიან რთული არა, ჯოჯოხეთურია, ამიტომ მეგობრებო, იცოდეთ რომ აქ მყოფი ადამიანი, აქედან რომ გამოდის, ჯერ ამას რამდენი დრო სჭირდება ვინ იცის, მაგრამ
აქედან როდესაც გამოდის ამ ტრანსფორმაციიდან მეგობრებო, ისეთი აღარა როგორიც იყო, როგორცაც იცნობდით, როგორიც თქვენ გონიათ და გიგონათ. იცოდეთ რომ ისეთი აღარ იქნება ეს ადამიანი. როგორი იქნება ტრანსფორმაციის შემდეგ? ძალიან მაინტერესებს თქვენი ჩაფიქრებული ადამიანი. ამ ტრანსფორმაციას როდესაც გაივლის, როგორი იქნება? ამ ადამიანმა უნდა გაიაროს, მეგობრებო, ეს ტრანსფორმაცია. არ დაურეკოთ, არ შეაწუხოთ, არ მოიკითხოთ, საერთოდ არც დაენახოთ, მეგობრებო, არ დაელანდოთ. აცადეთ, ადროვეთ, მიუშვით. ხო. ამ ტრანსფორმაციის შემდეგ რაო? სურვილები. ძალიან ბევრი სურვილები აქვს ამ ადამიანს ტრანსფორმაციის შემდეგ, უნდა რომ სურვილები აისრულოს. ძალიან ბევრი სურვილი აქვს. ძალიან აქვს სურვილი სტაბილურობის, სურვილი აქვს თავისი სურვილების ასრულების, წარმატებების, ფინანსების, მოკლედ კარგად ყოფნობის. ძალიანაც კარგი. ეხლა მინდა ვკითხო. აი ეს სურვილები ვისთან აქვს? ძალიან მაინტერესებს. თქვენთან აქვს ეს სურვილები? ხო, მეგობრებო, თქვენს თვალწინ ამომივარდა კარტი. ეს არის პაუზა, თქვენთან რაც ხდება, ეხლა ეს არის პაუზა. მეგობრებო, ასე რომ ამ ადამიანს თქვენთან უნდა, აი ზუსტად ეს უნდა თქვენთან. ეს ადამიანი ფიქრობს მოსვლას თქვენთან. აი, როგორ მინდა რომ გაჩვენოთ, მეგობრებო. ძალიან მინდა რომ გაჩვენოთ. ხო, ეს მისი კარტები და ამ კარტით თქვით, რომ აი რა სურვილები აქვს თქვენთან დაკავშირებით. მეგობრებო, თქვენთან დაკავშირებით რა სურვილები აქვს და მოსვლა თქვენთან, ნახეთ თან როგორ თქვენსკენ. თქვენსკენ, მეგობრებო. ნახეთ? აქეთ მოდის, თქვენსკენ იხედება. ხო? ეს ურთიერთობა არის პაუზა. არ გეგონოთ რომ თქვენი ურთიერთობა დასრულებულია. არა, მეგობრებო, ნახეთ, რამდენი ოცნებები და სურვილები აქვს თქვენთან დაკავშირებით ამ ადამიანს. ასე რომ არანაირი დასასრული აქ არ არის ჯერ. კიდევ რაო? რა აქვს თქვენს მიმართ ამ ადამიანს? მეგობრებო, რა აქვს და ევედრება უფალს. თქვენთან დაბრუნებას. თქვენთან სიყვარულს და უკან არ დავიხევო ამბობს. ხო, დასაწყისი. ახალი დასაწყისი. ურთიერთობაზე მუშაობა. ეს არის, იცით, ეს არის ურთიერთობა, სადაც არის არაჯანსაღი მოჯაჭულობა აქვს ამ ადამიანს თქვენთან. ამ ადამიანს ძალიან უნდა რომ მოულოდნელად დაგეხატოთ. კი, ოღონდ სერიოზულად, ძალიან უნდა რომ მეგობრებო. გუში გახსოვთ რა კარტი ამოვიდა? მეგობრებო. ამ ადამიანს ყველანაირი ოღონდ კარგი სურვილი აქვს თქვენთან დაკავშირებით. ამ ადამიანს ძალიან უნდა თქვენთან მოულოდნელად მოსვლა და გამოჩენა და ამას ნამდვილად ასე გააკეთებს, როგორც მას უნდა. კი, ამის გარანტიას გაძლევთ, ხო გეუბნებით, ელოდებით, მაგრამ მაინც დაიბნევით. მისი გამოჩენით. მაინც დაიბნევით, მეგობრებო. არ მითხრათ ეხლა არაო. თქვენც არ იცით იმ დროს თქვენი რეაქცია, მეგობრებო. გარწმუნებთ. არ თქვათ დიდი სიტყვა. ხო. არ თქვათ დიდი სიტყვა. ამიტომ ელოდეთ მოულოდნელ შოკის მომგვრელ გამოჩენას მისგან. ოღონდ მართლა. ყოველგვარი ხუმრობის გარეშე, მეგობრებო. რა კიდევ თქვენთან რაო? რას გვეტყვის თქვენ შესახებ კიდევ? ახალი გზები, ახალი შანსები, დაბრუნება ურთიერთობაში, კვლავ გაერთიანება და მოულოდნელი საჩუქარი. ამ ადამიანის გამოჩენა ხო ჯერ თქვენთვის საჩუქარი იქნება? მერე ელოდეთ მისგან მართლაც საჩუქარს. ელოდეთ მისგან საჩუქარს. არ ვიცი ხა სხვა დანარჩენი, მაგრამ კი ბატონო.
კარგით, ეხლა გავაჩერებ მე დროებით თქვენთან ურთიერთობაზე საუბარს და ვკითხავ მას. ეხლა ვკითხავ მას მეგობრებო, ისე ჩამოვაჩოჩებ. ეხლა გავაგრძელებ მას და ვკითხავ. მას ვკითხავ ეხლა. რა ხდება მის ცხოვრებაში ისეთი, რაც უნდა იცოდეთ? რა ხდება მის ცხოვრებაში, რაც უნდა იცოდეთ? თქვენი პარტნიორის ცხოვრებაში რა ხდება, რაც უნდა იცოდეთ? სიყვარული ხდება. რომელიც არა აქვს. სიყვარული, რომელიც არა აქვს. სიყვარული, რომელიც ძალას აძლევდა, ეხლა აღარ აძლევს. იმიტომ რომ თქვენ არ აძლევთ. ამ სიყვარულს. განადგურებულია უბრალოდ. პირდაპირ სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. რას გვეტყვის კიდევ თქვენი პარტნიორი? მეგობრებო. მეგობრებო, ეს ხართ თქვენ. რას გვეტყვის? თქვენ იცით, რომ ეს ადამიანი ცუდათა ამბობს. იცით რას ამბობს? შენ ძალიან კარგად იციო, გეუბნებათ თქვენ. მე რო ცუდათ ვარო, მე რო შენს გამო ვარ ცუდათო, დედას გეფიცებით. ძალიან კარგად იციო ამბობს. და მე რო ცუდათ ვარ, შენ გამო ვარო ცუდათო, ამასაც ამბობს. და შენ ძალიან კარგად იციო. საცოდავი მისი დღე. ვისაბრალებს ხომ არ მეტყვით, მეგობრებო. რატო ესე კონკრეტულად, რატო ესე კატეგორიულად საუბრობს? რატომ ესე კატეგორიულად, ბიჭი? თუ გოგო, რატო? რაიმე ხო არ შეგეშალა ჩვენთან, ხო? ხო, მეგობრებო. ამ ადამიანს ძალიან სწამს სამყაროს და ამ ადამიანს ძალიან უნდა დაბრუნება. ეს არის დაბრუნების კარტი. როგორც წავედი, ისე მოვალო, ამბობს. და შენ ეს ძალიან კარგად იციო, რომ მე არსად არ წავსულვარო. ეს წასვლა ჩემი არ იყო საბოლოო. ეს არ იყო ბოლო გადაწყვეტილება, რომ მე წავედი. რატომ წახვედი? ხომ არ გვეტყვი? აბა ერთი უნდა ვკითხო, რატომ წახვედი? რა იყო წასვლის მიზეზი? აღარ მახსოვს თუ ვკითხეთ მეგობრებო, მაგრამ მაინც უნდა ვკითხო, რა პრობლემაა? რატომ წავიდა? რატომ წახვედი? რა იყო წასვლის მიზეზი? რა იყო წასვლის მიზეზი? ყვილები. რა იყო წასვლის მიზეზი? რაც დაგვირდათ ის არ აასრულა. რა იყო წასვლის მიზეზი? კვირდებოდათ ჯვრისწერას და ქორწინებას და არჩევანის გაკეთებას თქვენსკენ. ამ ადამიანმა არჩევანი თქვენსკენ არ გააკეთა. აქ ითქვა მეორე სიტყვა, რო არის სამკუთხედი. ხო, მეგობრებო? მეორე სიტყვა იყო სამკუთხედების. აი ზუსტად რო არჩევანი თქვენსკენ არ გააკეთა და გააკეთა რაღაცა და რაღაცისკენ, ვიღაცისკენ. სამკუთხედია ყველაფერი. თქვენს გარდა ყველაფერი აირჩია ამ ადამიანმა და ამიტომ ასია თუ ისია, ნებით თუ უნებლიეთ, მაგით თუ არა მაგით, ეს ადამიანი წავიდა მეგობრებო. ხო, მის დახასიათებაში ამოვიდა მაგია კი. ვიცით, რომ ამოვიდა. ამიტომ ეს იყო ყველაფრის თავი და თავი. ხო. არჩევანის გაკეთება. არასწორი არჩევანის გაკეთება. არასწორ გზაზე წასვლა. არასწორად გზიდან გადახვევა. ვისთან რა და ვისთან რა მეგობრებო. ხო. ამიტომ მეგობრებო. ამიტომ ეხლა გემალებათ. დამალვა, დასვენება, მარტოობა. ეს ადამიანი იმყოფება ეხლა მარტოობაში. მინდა გითხრათ. რა ხდება მასთან? არავინ არ ყავს. თავის ყვილებში. მეგობრებო,
ერთი რამე შემიძლია ხმამაღლა გითხრათ. ამ ადამიანს თუ ოჯახი ყავს და ესეთია თქვენი სამკუთხედი. შეიძლება ყველას არ ყავს. და ყველა პარტნიორულ სამკუთხედში არ იმყოფებით. მე ვსაუბრობ პირდაპირ, ვისაც ოჯახი ყავს. იცოდეთ რომ იქ არაფერი აღარ აქვს. თუ თქვენ ნამდვილად იცოდით, რომ ეს ადამიანი დაოჯახებული იყო. მამაკაცებო, ქალბატონებო, არ აქვს მნიშვნელობა, ვინც მიყურებთ. თუ თქვენ იცოდით, რომ თქვენი პარტნიორი იყო დაოჯახებული, ან გგონიათ თქვენ, რომ არის დაოჯახებული, ან ნამდვილად იცით, რომ დაოჯახებულია, იცოდეთ, რომ იქ ოჯახი აღარ აქვს. ხო. ეს იცოდეთ, რომ ოჯახი აღარ აქვს. ერთ ჭერქვეს შეიძლება ცხოვრობდნენ, მაგრამ ოჯახი აღარ აქვს. ახლა ვისთან რა და ვისთან რა მეგობრებო. აზრთა ჭიდირი და უთანხმოება, გამიშვით ამაკავი აქვთ მეგობრებო. ხმალაობენ, ხანჯლაობენ, ტყუილები, პრობლემები და ურთიერთობიდან დასვენებები და ვინ სად მიდის, ვინ სად მოდის, ვინ სად ისვენებს, ვინ რომელ კუნძულზე ისვენებს, მეგობრებო, არ ვიცი, მაგრამ ტყუილები. ამოვარდა? არაც ამოვარდა. სირთულეები, პრობლემები და კატასტროფები. კატასტროფული სირთულეები აქვთ ამ ადამიანებს, ამ ადამიანს, თქვენს ჩაფიქრებულ ადამიანს იქ სადაც არის. არ გეგონოთ რომ კარგად არის. არა მეგობრებო, გარწმუნებთ. გარწმუნებთ რომ ძალიან ცუდად არის. ოღონ ხუმრობის გარეშე. ცოტა შემცირდა. კარგით. გავაგრძელებ ახლა. რას მოიმოქმედებს თქვენი პარტნიორი? რა ფიქრები უტრიალებს თავში? რა უნდა რომ გააკეთოს თქვენს პარტნიორს? რა რისი სურვილი აქვს თქვენს პარტნიორს? მეგობრებო, იმდენად ერთფეროვანია მისი ცხოვრება. იმდენად უბედურია ეს ადამიანი იქ სადაც არის. იმდენად რუტინული ცხოვრება აქვს, ერთფეროვნული ცხოვრება აქვს. პატიმრობაშია მეგობრებო, რო იტყვიან. შეიძლება პირდაპირი მნიშვნელობითაც პატიმარი იყოს და პირდაპირი არა და გადატანითი მნიშვნელობითაც შეიძლება იყოს მისი ცხოვრება პატიმრობა. ძალიან ცუდაა, რუტინული ცხოვრება. დაიღალა ერთი და იგივეთი. ერთი და იგივე წრეზე სიარულით დაიღალა. პიკზე აქვს უკვე ნერვები. ოღონ მართლა. ახ, რა ვქნა. კარგით. რას მოიმოქმედებს ამ სიტუაციაში ხა თქვენი პარტნიორი? იქ სადაც არის. რას გააკეთებს? იქ სადაც არის. დასასრული. თვითგანადგურებაშია მეგობრებო. ყველაფერს განადგურებს. განადგურება უნდა ყველაფერს. იქედან იქ არაფრის დატოვება აღარ უნდა. საკუთარი თავი იქ ეზიზღება ამ ადამიანს. გაურკვევლობა. არეულობა. ესე იგი მეგობრებო, ხო გეუბნებით, ხმალაობენ თუ ხანჯლაობენ, არ ვიცი, მოიკითხეთ ისე. მოსაკითხავია ნამდვილად. მეგობრებო, გულგატეხილი, განადგურებული, დაკლულია, მეგობრებო. საახალწლოდ უკვე დაკლულია. ხო. ამას ამბობს თვითონ, რომ საახალწლოდ უკვე გამზადებული ვარ, დაკლული ვარ. თავის თავს დააბრალოს.
მეგობრებო, წელის ქამარი უნდა გავიკეთო 1 წუთით. თავის თავს დააბრალოს მეგობრებო, რაც ჭირს. ეკუთვნის. იმიტომ რომ დაიმსახურა. თქვენ ხო იცით რომ დაიმსახურა. ხო. ნახეთ რა უნდა ათიანების მონეტა. ხვავი, ბარაკა, ბედნიერება, ოჯახის დაცულობა, მატერიალური სიმდიდრე, სიყვარული, სიხარული, გამრავლება, გახარება და ურთიერთგაგება, პარტნიორობა და ყველაფერი. მაგრამ არა აქ. კამათი და ჩხუბი. ამ ადამიანს ეთყობა თავის დაცვა კარგად უყვარს. ამ ადამიანს ეხერხება საკუთარი თავის დაცვის მიზნით ყველანაირი ხერხის გამოყენება. კამათი, ჩხუბი, გამიჯდა, მაკავე, ყველაფერი, ბრალდებები, ვის შეურაცხყოფები, საკუთარი თავის სასარგებლოდ, მეგობრებო. ყველანაირი ხერხის გამოყენება. ხო. მესამე კარტის გადავწყვიტოთ. გადაწყვეტილება. ეს ადამიანი დგას გადაწყვეტილების წინაშე. მეგობრებო. ხედავთ ხო? მეგობრებო. გადაწყვეტილება, სიყვარული, მოგონებები წარსულთან და მოქმედება. ეს არის ხმლების პაჟი მოქმედების კარტი, მეგობრებო, მაგრამ ეს ტყუილებისაც წავიღოთ ხომ არ მეტყვით. მეგობრებო, ტყუილებისაც წავიღოთ ხომ არ მეტყვით. ვის ვაჩუქოთ? სად დავმალოთ? სად დავმალოთ, მეგობრებო? მოდით ახლა ვკითხოთ. რა ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენსკენ ეს ადამიანი? თქვენსკენ რა ნაბიჯებს გადმოდგამს ეს ადამიანი? ეს თქვენი კარტია. რა ნაბიჯებს უნდა ელოდოთ მისგან ამ ადამიანს? თქვენს პარტნიორს. რას ფიქრობს თქვენსკენ? აქტიურობას. რას ფიქრობს თქვენსკენ? ოღონდ მეგობრებო, იცით როგორ ძალიან ფრთხილად. ძალიან ფრთხილად. მაგალითად ეხა გეტყვით როგორ ფრთხილად. რამდენად ფრთხილად გეტყვით ეხლა. მაგალითად ეხლა ნახეთ ქვემოდან რა კარტია. მაგალითად მეგობრებო, ხა ყანას ვთესავთ, ხო? ვთესავთ ყანას. ხო. და ეს ადამიანი ყანას როდესაც ვთესავთ, მეგობრებო, ხო, როგორ ვისვრით მარცვალს, როგორ ვისვრით, ესე ჯიღით და ესე ვაპნევთ, ხო? მეგობრებო, ვაპნევთ. ხო. ეს ადამიანი იცით როგორ იზამს? თითო კეკლობით, ესეც კლიპურდი ასე გამეიქნებს. თითო კეკლობით, მეგობრებო. ხო. ასте უნდა თითო კეკლობით. სიყვარული აქვს. არ გეტყვით რომ არა აქვს. ამას ვერ გეტყვით. მე ვერ გეტყვით, მეგობრებო. მოლაპარაკება უნდა. თქვენთან მოლაპარაკება უნდა, მაგრამ მანიპულაციებს ვერ ანებებს თავს ახლა და არ ვიცი, მეგობრებო, ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ კონტაქტზე გამოსვლა იქნება აუცილებლად. რაც მას ძალიან რთულად ეძლევა. ამ ადამიანს ძალიან რთულად ეძლევა კონტაქტზე გამოსვლა უკვე. თქვენი ნდობის დაბრუნება უკვე ძალიან რთულია მისთვის. თუმცა ძალიან უნდა. სწავლა. სურვილი აქვს, როგორ მოგიდგეთ, მოსასვლელი
პირი როგორღაც უნდა რომ აი მოსინჯოს, საიდან მოგიდგეთ, როგორ მოგიახლოვდეთ. აი ამის ცოდნა ძალიან სჭირდება მას. რა გააკეთოს იმისთვის რომ თქვენთან მოვიდეს. აი მე ხო. აი როგორაა? და თქვენ? ეს თქვენ და ეს თქვენი პარტნიორი. ხედავთ ხო მეგობრებო? ზუსტად მორიელ. მორიელ მე ვიცი შენ ვინც მიბლოკე და მობლოკე. მე ვიცი. ხა. აი ეს ხართ თქვენ მისთვის. ეს არის ადამიანი, რომელსაც ძალიან ბევრი მიღწევები აქვს. ეს არის ხრიანების მონეტა, სტაბილური ადამიანი. ეს ადამიანი, სადაც არის ყველგან სტაბილურობა. სხვანაირად ეს ადამიანი არსად არ იქნება. ანუ თქვენ, სადაც ხართ, ყოველთვის არის სტაბილურობა და იქ ხართ, სადაც სტაბილურობაა. სხვანაირად ვერა. ხო, ეს ერთი. მეორე, ეს ადამიანი ხედავთ ძალიან პასუხისმგებლია. თქვენ ხართ მისთვის აი ესეთი, კი. ყველაფრისთვის საჭირო დროს გამონახავთ. ყველაფერს აკეთებთ საჭირო, რაც გჭირდებათ იმას. ძალიან წინდახედული ხართ და მოკლედ თქვენი სტაბილურობა გაქვთ. მატერიალურად ასია თუ ისია, ეხლა უფულობა არ გაქვთ, რო იტყვიან მეგობრებო. ამას ამბობს თვითონ. თქვენზე. რა კონკრეტულ ნაბიჯებს გადმოდგამს თქვენს მიმართ და მე ვკითხოთ თქვენ რა უნდა გააკეთოთ. მისი კონკრეტული ნაბიჯები. თქვენ გამო ეს ადამიანი კამათობს. ჯერ ერთი რო საკუთარ თავს ეკამათება, შეიძლება და ეს იყო ითქვა მის დახასიათებაშიც და მეორე კიდე სხვასთანაც კამათობს. მეგობრებო, თუ არ იციან სახელდობრ თქვენი სახელი, იციან რომ ვიღაც არის და ეს ვიღაც ხართ თქვენ. და თქვენს გამო კამათობენ. ხო. გიცავთ თუ არა ეს ადამიანი, თუ გიცავთ. კი მეგობრებო, გიცავთ სხვათა შორის. ხო, ეს ადამიანი ძალიან გიცავთ. სტაბილურობა, გიცავთ მეგობრებო, კი. იმიტომ რომ ძალა თქვენ გაქვთ. მასზე ძალა უკვე თქვენ გაქვთ. კარგით. თქვენ რა უნდა გააკეთოთ? მეგობრებო. რჩევა თქვენ რა უნდა გააკეთოთ? რას გირჩევთ? მეგობრებო, არ გადადგათ წინ დაუხედავი ნაბიჯები. წინ დაუხედავი ნაბიჯები არ გადადგათ. ძალიან დაფიქრდით და დააკვირდით ყოველ თქვენს თვითოეულ საქციელს. რაც მერე არ აისახოს, რაც მერე შეიძლება აისახოს თქვენს ფინანსებზე. ამიტომ მოუხთხილდით ენერგეტიკას, თქვენს ენერგეტიკას მეგობრებო. ხო. იმიტომ რომ მერე თქვენზე მოქმედებს ძალიან ცუდად. ფინანსებზე მოქმედებს მეგობრებო. ფინანსებზე რომ მოქმედებს, მერე ჯანმრთელობაზე გირტყავთ. ამიტომ ხო. რჩევა რა უნდა გაითვალისწინოთ? ხო, სულიერება, აი ეს ხართ თქვენ. ეს ამოვიდა თქვენს დახასიათებაში. თქვენ იმდენად ძლიერები ხართ, მეგობრებო. ყველაფერს გადაიტანთ. ყველაფერს გაუძლებთ, გაუმკლავდებით. ყველაფერი შეგიძლიათ უბრალოდ. უნდა გქონდეთ ყოველთვის ბალანსი. მეტი არაფერი. თუ თქვენთაგანი, თქვენ რომელიმე თქვენთაგანი, მეგობრებო, ამ ადამიანზე ანუ სამაგიეროს გადახდას ფიქრობთ, ჩემო ძვირფასებო, თუ ვინმე მიფიქრეთ, ან გაიელვეთ გონებაში, რომ
თქვენ ამ ადამიანს სამაგიეროს გადაუხდით თქვენივე ხელით. არც გაიფიქროთ, არც მოინდომოთ და არც გააკეთოთ მეგობრებო. თქვენ იმდენად სულიერად მაგრები ხართ, რომ ამით თავი არ გაიფუჭებთ. არა, არავითარ შემთხვევაში. ეს არ გააკეთოთ. რატომ? იმიტომ, რომ ქურუმმა ადამიანმა ესეთი რაღაცა არ უნდა იფიქროს. ვიღაცა სამაგიერო გადაუხადოს, გამორიცხულია მეგობრებო. ვინც არ უნდა იყოს. არ იფიქროთ. არავიზე პასუხის დაბრუნება არ იფიქროთ მეგობრებო. შურიზიებაზე არ იფიქროთ. არავითარ შემთხვევაში. აუხდენელი ოცნებაა. ამით თქვენ ოცნებას ვერ აიხდენთ. ამით თქვენ სიმშვიდეს ვერ ნახავთ. პირიქით უფრო დაიბინძურებთ ენერგეტიკას მეგობრებო. აი გეფიცებით. ხო. რა თქმა უნდა. ამით თქვენს ოცნებას ვერ აიხდენთ მეგობრებო. პირიქით სირთულებს წარმოუქმნით საკუთარ თავს და მერე იცით როგორ იქნებით, მოსვენებას დაკარგავთ რაღაცა. მერე აღარ მოგეწონებათ თქვენი საქციელები. არა მეგობრებო, არავითარ შემთხვევაში. სამართლობა. თქვენივე გაკეთებული სამართლობა თქვენ თვითონვე გაგანადგურებთ მეგობრებო, ასე რომ არავითარ შემთხვევაში. ხო. ეს არ გააკეთოთ. დანარჩენები ყველაფერი კარგად გიქნებათ. ასე რომ მეგობრებო. აი მე ძალიან ცუდად ვსივარ. ასე რომ ჩემო ძირფასებო, ესეთი იყო ტაროს დასტით ჩვენი დღევანდელი ლაივი. ხო. რასა იქს პარტნიორი? ასეთი იყო თქვენი პარტნიორი დღეს. თქვენი და თქვენი პარტნიორის რო იტყვიან. თქვენი და თქვენი პარტნიორის ურთიერთობა ჩემო ძირფასებო. ასე რომ ყოველთვის იფიქრეთ საკუთარ თავზე და არა მარტო იმაზე რომ აი მე და ვაიმე მეგობრებო, არც გაიფიქროთ უბრალოდ. რაღაც მინდოდა მეკითხა. ერთი შეკითხვა მინდა დავუსვათ ასტას. სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა როგორია? სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა მეგობრებო. არასაკმარისი პასუხი იყო, ამიტომ ჩავაბრუნე. სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა როგორია? როგორი მომავალი აქვს? ტრანსფორმაცია გაქვთ მეგობრებო ურთიერთობაში. ურთიერთობაში ახლა რა გაუგებრობაც გაქვთ, იმიტომ გაქვთ, რომ ეს არის ტრანსფორმაცია. თქვენი და თქვენი პარტნიორის, ორივესი. ისე აღარ იქნება, როგორც ადრე იყო. ეს ადამიანი ისეთი აღარ იქნება, როგორც იცოდით თქვენ, ან როგორც გახსოვდათ, ან როგორც გონიათ მეგობრებო თქვენ, ეს ადამიანი აღარ იქნება ისეთი. ისე აღარ იქნება არაფერი, როგორც იყო ადრე. ტრანსფორმაცია გაქვთ. ხო. ძველის დავიწყება და ახალის მომზადება. ახალისთვის მომზადება.
ახალი ეტაპი დაიწყება აუცილებლად, მეგობრებო. თქვენი ურთიერთობის გაგრძელება. თქვენი ურთიერთობის გაგრძელება. სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა. იმპერატორი ქალი, მეგობრებო. აი რა ვთქვა. ადამიანი, რომელიც ყოველთვის ყველაფერს აღწევს. სიტყვა და საქმე. ადამიანი, რომელიც თავის სიტყვას არ გადააბიჯებს. რასაც იტყვის, იმას აკეთებს. რასაც დაგპირდება, იმას გააკეთებს. გითხრა გავაკეთებო, გააკეთებს. გითხრა არ გავაკეთებო, არ გააკეთებს. ეს ხართ თქვენ. თქვენი ურთიერთობის გაგრძელება სამყაროს თვალით. კი, მეგობრებო. სტაბილური სიყვარული, სტაბილურობა და სიყვარული. ოღონდ არ იჩქაროთ. ოღონდ არ იჩქაროთ. აი ზუსტად იმ ნელი ნაბიჯებით წეღან რაც გითხარით სიმინდის კეკლებს გამოიქნევს მეთქი. აი ზუსტად ისე. ეს ადამიანი, მეგობრებო, ამ ტრანსფორმაციიდან, როდესაც გამოვა, ხო? ფრთხილად, ნელი ნაბიჯებით, მაგრამ მყარად მოინდომებს თქვენთან დაბრუნებას. ნელი ნაბიჯებით. შეიძლება ვერ შეამჩნიოთ რაღაც დროის მანძილზე ეს ნაბიჯები, მაგრამ ერთიანობაში მერე კარგად გამოჩნდება, მეგობრებო. ხო, იმიტომ რომ მოგონებებშია. სულ თქვენ ხართ მის გონებაში. სულ წარმოგიდგენთ. კი, მეგობრებო, კი. კი. მოქმედება. ეს ადამიანი, თავისი რაღაც ბავშვური საქციელით, ეხლა ნაპატიეთ, მაგრამ ნახეთ, ხმლების პაჟია და თქვენ ხართ იმპერატორები, ეხლა მეგობრებო. ახლა ხედავთ, ხო, შვილიშვილის ტოლფასია. შვილზე აღარაა ლაპარაკი. ეხლა სად თქვენ და სად ეს? ხო. ამიტომ, ნუ რა ქნას. სხვაობა არის თქვენ შორის. ნამდვილად არის. ფსიქოლოგიური, მორალური, მენტალური, ენერგეტიკული, რელიგიური, ფიზიკური, რა ვიცი, რა ვთქვა ახლა. ძალიან ბევრი სხვაობა. შეიძლება ყველასთან, ზოგთან ყველა დაემთხვას, ყველა სხვაობა, ყველანაირი და ზოგთან ისე და ზოგთან ასე. ხო. ეს ადამიანი იბრძოლებს თქვენ გამო. ოღონდ მართლა. ეხლა მე არ ვიცი თქვენ რამდენად გინდათ ეს ამბავი რომ იბრძოლოს, მაგრამ ვის უნდა და ვის არ უნდა. ეხლა ეს თქვენი გადასაწყვეტია, ჩემი არა. აქ არ ვიკამათოთ ამის გამო, მეგობრებო. ბევრს უნდა და ბევრს არ უნდა. ბევრი აღარაა უკვე მომხრე ამ ადამიანის დაბრუნების. ხო. ამიტომ ჩემო მეგობრებო, ვისაც გინდათ დაბრუნება, აცადეთ ამ ადამიანს ბრძოლა. იბრძოლოს ეხლა თვითონ და ინერვიულოს თვითონ. კი. ხო. ამიტომ თქვენი ურთიერთობა მაინც არის ტრანსფორმაციაში და ეს დასასრული არ არის, იცოდეთ? სამყაროს თვალით დანახული თქვენი ურთიერთობა ესეთია, კი. ტრანსფორმაცია და გაგრძელება ურთიერთობის. ნუ რაღაცნაირად, მაგრამ მაინც. ეხლა ეს რაღაცნაირი თქვენ თუ არ გაწყობთ, მე ვერ გადაგიწყვიტავთ ამას, მეგობრებო. ან გააგრძელებთ, ან დაასრულებთ. თქვენი გადაწყვეტილებაა. არ გეგონოთ, რომ თქვენი პარტნიორი წყვიტავდეს რამეს, არავითარ შემთხვევაში. აქამდე თუ ესე იყო და თვითონ წყვიტავდა, ეხლა თქვენ. ამიტომ ეხლა მან უნდა ინერვიულოს. თქვენ არა, მეგობრებო. ხო, ესეთი იყო ტაროს დასტა, მეგობრებო. გადავიდეთ მესამეზე. მესამე დასტაზე. ჩემო ძვირფასებო. მესამე დასტა.
აბა რასა იქს ჩვენი პარტნიორი გითხარი? ასტრა ბარათებო. რასა იქს ჩემი მაყურებლის პარტნიორი? რასა იქს? რას მოქმედებს? რას მოქმედებს თქვენი პარტნიორი? მეგობრებო, ახლა რა ვქნა მითხარით? მეგობრებო. ეს არის ორმხრივი სიყვარულის და გრძნობის კარტი, ორმხრივი გრძნობის ბარათი და ეს არის დაწყების ბარათი. ხო. ასე რომ ჩემო ძვირფასებო, ელოდეთ მისგან ახალის დასაწყისს. ახალის წამოწყებას ელოდეთ მისგან. კი. ელოდეთ, იმიტომ რომ ამბობს თვითონ. მეგობრებო, ეხლა ესე დავდებ და რაც არის პირდაპირ ამოვიღებ ესე თქვენს თვალწინ. ხოლში არ ავიღებ კარტს როგორც გუშინ. ხო, აი ესე. თქვენ ხართ მისი ვარსკვლავი, ეს ადამიანი ხედავთ სადღაც, ანათებთ, კაშკაშებთ და ასხივებთ. და თქვენს გარდა კიდევ სხვებიც არიან, მაგრამ ის სხვებს ვეღარ ამჩნევს, გამჩნევთ მხოლოდ თქვენ, როგორ ანათებთ. ხო და კიდევ ხართ აი ძალა გაქვთ. თუ კი თქვენ თაგანი რომელიმე ლოცულობს, მეგობრებო, ამ ურთიერთობაზე, მინდა გითხრათ, რომ ძალიან კარგად მოქმედებს ლოცვა. თუ კი თქვენ კითხულობთ ლოცვებს. ეს ერთი. ადამიანს იმდენად რწმენა აქვს და ძალა აქვს ამ ყველაფრიდან, რწმენიდან ძალიან დიდი ძალა აქვს. შეიძლება ეხლა უკვე ბევრს ლოცულობდეს კიდეც. აქამდე შეიძლება არ ლოცულობდა, მაგრამ ეხლა ლოცულობდეს შეიძლება კიდეც კი. აქაც ამოვიდა ეს დასტა, აქაც ამოვიდა. თითქოს რაღაც გასაღები უკავია ამ ადამიანს ხელში და უნდა რომ აი რაღაც თავის ადგილას მოარგოს. თანამშრომლობა უნდა თქვენთან, მოლაპარაკება უნდა თქვენთან, მოსვლა უნდა თქვენთან ამ ადამიანს და საქმეც იმაშია, რომ მეგობრებო, აანალიზებს ყველაფერს ეს ადამიანი. აი ეხლა აანალიზებს ყველაფერს. ეს არის გაანალიზების კარტი. ახეთ რა წერია? ხო. ჯელობს. ხო. აქამდე თუ ჯერ აკეთებდა და მერე ფიქრობდა, მსჯელობდა. ახლა პირიქით. ჯერ მსჯელობს და მერე აკეთებს. აი ხო გეუბნებით ტრანსფორმაციაში ადამიანი რომ შევიდა, იქედან ძალიან სხვანაირი გამოვა, ვერ იცნობთ. გეუბნებით აქამდე თუ ჯერ აკეთებდა და მერე ფიქრობდა, ეხლა პირიქით იქნება. ჯერ იფიქრებს და მერე გააკეთებს. ხო, ასე რომ ჩემო ძვირფასებო, უბედურია უთქვენოთ. თქვენს გარეშე ეს ადამიანი ძალიან უბედურია. ძალიან უბედურია. გარედან კი, მაგრამ შიგნიდან უბედურია. შეიძლება უყვარდეს მუსიკა, გიტარა, რაღაც საკრავზე მღეროდეს, უკრავდეს. კი, სალამურიც, რაღაც სალამურის მაგვარი შეიძლება უყვარდეს. კიდევ ის რა ქვია, ხო, რა შეიძლება კიდევ უყვარდეს, მეგობრებო, რა ხატია აქ?
კი, შეიძლება უყვარდეს ყვავილები. ვერერა რომ მამაკაცია, მამაკაცებსაც უყვართ ყვავილები. ლამაზი, სილამაზე უყვარს, ლამაზია, ამბობს. ამბობს, რომ ლამაზია და მიყვარს ყვავილები. კიდევ რა შეიძლება უყვარდეს მეგობრებო, ნახეთ. თამაში. თამაშობდეს შეიძლება. არ ვიცი, რატომ თქვი თამაში. მაგრამ ზოგადად რაღაცის დაწყება, რაღაცის მოქნილობა, რაღაცისთვის მომზადება. ხო, შეიძლება ცირკულის ანახაობა. ზოგადად ეხლა ეს ადამიანი მსახიობის როლს ირგებს, რატომ არ ვიცი. მაგრამ ხო, არ ვიცი მეგობრებო, ნახეთ. ისეთი შთაბეჭდილება მჩება აქ, რომ ხო, ეგერ ვარსკვლავი. აგერ ეს, აგერ თითქოს რაღაცებს აკეთებს. ხო, რაღაც მსგავსი. არ ვიცი ხა რატომ ვამბობ ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ თქვენ მიხვდებით ალბათ მეგობრებო. ხო. რა თქმა უნდა. ეს კარტი არის ძალიან უბედური ადამიანის. ამ კარტს აქვს ახსნა ესეთი გაუბედურებული ადამიანი. გარედან გაჩვენებთ ესე მანტია მოსხმული თითქოს რაღაც და შიგნიდან ერთი უბედური ადამიანი მეგობრებო არის. კი. ადამიანი, რომელიც შეიძლება იყოს რაღაც წესრიგის დამცველი, ეს შეიძლება იყოს ადვოკატი, რაღაც ფორმიანი, მენეჯერი, დაცვის თანამშრომელი, მილიცია, პოლიცია, უსაფრთხოება, რაღაც ეხა ყველაფერს ვერ ჩამოთვლი. ექიმით შეიძლება იყოს, კერავით, ან ეხერხებოდეს კერვა. ინჟინერი, მშენევერი, მეცნიერი, ანუ მიხვდით. ყველას თავისებური რაღაც პროფესია აქვს. ხო, ამიტომ მეგობრებო, შეიძლება ექიმიც იყოს და ეგ თანიც და ხალათი იცვას თეთრი. ხო. მაგრამ რაფერიც არ უნდა იყოს, როგორიც არ უნდა იყოს, არის უბედური ადამიანი. შიგნიდან არის ერთი გაუბედურებული ადამიანი, რომელიც კი, კარგად თამაშობს. რას აიქმს პარტნიორი და თამაშობს. რას აიქმს. მაგრამ სიყვარული აქვს. გრძნობა ორმხრივია მეგობრებო, ასე რომ როგორადაც არ უნდა თამაშობდეს, გრძნობა ორმხრივია. პირველი ბარათი ორმხრივი. ხო, მსახიობის როლშია, კი. ნუ რა ვქნათ ეხლა, მსახიობის ფორმიანია. რო იტყვიან, მსახიობის ფორმიანია. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, ესეთ იყო თქვენი პარტნიორის რას აიქმს პარტნიორი. ესეთი იყო დღეს მისი ქმედებები. არ ვიცი ვისთან როგორ რეზონირდა, მაგრამ ნუ რაც იყო და ითქვა, ეს იყო სულ ჩემო ძვირფასებო. მოკლედ. კი. ძალიან სიამოვნებს იცით რა მეგობრებო, ყოველთვის განსხვავდება ყველა ლაივი ერთმანეთიდან, არასოდეს არ საუბრობს ერთი და იგივეს. არასდროს არ საუბრობს ერთი და იგივეს.
ესეა ხა ხასიათი მეგობრებო, ენერგეტიკულად დღეს კარგად ვართ, ხვალ ცუდად ვართ, ესეა ზოგადად, ხო? ხო, ამიტომ ეხა ერთი და იგივეს ვერ ვიტყვი, რაც არ არის, ვერ გავიმეორებთ ახლა და მხოლოდ იმიტომ გავიმეორო, რომ ვინმეს გული მოვინადირო, არა. ხო. ამის გაკეთებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ჯერ ეს ერთი მე ეს არ გამომივა. არ შემიძლიათ ყვილები. უბრალოდ არ შემიძლია, არ გამომდის, თორე. მოკნო, ეს ჩემი არაა. ტყუილი ჩემი არაა, მეგობრებო. ასე რომ შვიდობიანი ღამე ყველას. ბედნიერი დილის გათენება ყველას, ბედნიერი კვირა დღე ყველას, დაისვენეთ მეგობრებო. დაისვენეთ. ეცადეთ ყოველთვის საკუთარ თავს ასიამოვნოთ და მადლობა ყველა თითოეულ თქვენთაგანს. ჩემგან ძალიან დიდი მადლობა, უღრმესი მადლობა ყველას, გვერდში დგომისთვის, ლაიქებისთვის, საჩუქრებისთვის, აი ერთად ყოფნისთვის. ეს არის ყველაზე მთავარი. ერთმანეთის გვერდით ყოფნით. ჩვენი ჯგუფი ესეთია. ხვალ მოდიო. ხვალ კვირა ამას. ხვალ კვირა ამას. ყოფი დავლიოთ ერთად. რა თქმა უნდა, მორიელ დილით ყავა დავლიოთ ერთად. როგორც ყოველთვის. როგორც ყოველთვის. მე და მორიელი ყოველ დილით ყავას ერთად ვსვამთ მეგობრებო. ხო, იქედან ვუჭახუნებთ ერთმანეთს. რა? შეგერგოთო, მადლობა. გაიხარეთ. მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, წავედი. დღეს ძალიან რთული დღე მქონდა, ეხლა შეიძლება გავითიშო. ამიტომ ხვალ გადმოვტვირთავ ვიდეოს და ავტვირთავ YouTube-ზე, live-ს. მოკლედ, შვიდობიანი ღამე ყველას, ბედნიერი ხვალინდელი დღე. წარმატებული და იღბლიანი და ხვალინდელი დღე ყოფილიყოს თქვენთვის უბედნიერესი დღეების დასაწყისი. მეგობრებო, ხვალინდელი დღე, ხვალ ვიცით, ხო? ხვალ არის რა? ხვალ არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. ამ დღეს ველოდებით ერთი კვირაა ჩვენ, ხო? მოკლედ, ჩემო ძვირფასებო, აბა დროებით. უკვე გადავიღალე ეთყობა და წავედი, უკვე ვეღარ ვლაპარაკობ, ვეღარ საუბრობ. ასე რომ დაგემშვიდობებით. მადლობა ყველას, აი უღრმესი მადლობა ყველას და უფლიდან დალოცვილები ყოფილიყოთ ყოველთვის. აბა კარგად იყავით. არ თქვა ესე. იმედი არ უნდა დაკარგო არასოდეს, მეგობრებო. დროს მიეცი დრო. ანა მარია, დროს მიეცი დრო. არსად არ იჩქარო. მე ყოველთვის ესე ვიცი, ჩემი არსად არ წავა. ჩემი მაინც ჩემთან მოვა, ასე რომ ჩემი შენთან არ მოვა და შენი ჩემთან არა, ასე რომ მეგობრებო, არაფერზე არ ინერვიულოთ, არ ღირს ამათ ძვირფასებო. დედას გეფიცებით არ ღირს. საკუთარ თავზე ზრუნვა, ყველაზე კარგი საშუალებაა ბედნიერი დღისთვის. ასე რომ იზრუნეთ ხვალიდან თქვენს თავზე. წავედი მეგობრებო, გავიქეცით, რომ ლამის ამოვყირავდე ლოგისზე დამჯდარი. შვიდობიანი ღამე ყველას, გაკოცეთ და უღრმესი მადლობა.